მოგესალმებით მეგობრებო. Volvo ყავს. დაზიანებას განახებთ. დაზიანება აქვს ჯერჯერობით. ნახოთ რა როგორ გამოვა, რანაირად გამოვა. ამ კრილოს არ ვღებავთ, შიდა ვანა იქნება შესაღები, საბარგული იქნება შიგნიდან გარედან შესაღები და ეს კრილო სავარაუდოდ არ ვიცი როგორ გადარჩება, რომ გადასვლა არ მოუწიოს ამ კარებზე. დეტალებს მე კიდე გადავიღებ, განახებთ და როგორ გაკეთდება და რანაირად. აქ ბიჭებმა დაასრულეს. ეს სულთად იმუშავა ეს ფორმებიც როგორც ხედავთ. გამოიყვანეს ეს ადგილები მოკლედ. დასასუფთავებელი აქვს, დასამუშავებელი გვაქვს. ეს ცოტა მიუდგომელი ადგილია, ეს ტრავერსიც მოსახსნელია მოკლედ. ეს ადგილი და ეს სულთად არის ნამუშევარი. ფაქტიურად ჩვენ გვაქვს სამუშაო ქვედამხარე, რომელიც ზემოდან ვიმუშაოთ და დადგეს საბურავებზე ეს ყველაფერი. ამას როგორც დავამუშავებთ მოკლედ. გავაკეთებთ როგორც მოდესაც ჰერმეტიკები მოდის თავისი, ჯერ გასუფთავდება ეს ყველაფერი ტვინის ჩერტით. შპურკებით მოკლედ. და მერე უკვე გადავალთ ზედამხარეს, რა ზედამხარეს არის სულთა ნამუშევარი აქვს. ლაშიკოს და გიუშას. ეს საბარგული შეიცვალა, როგორც ხედავთ, ვერცხლისფერია, აქ პატარა დაზიანება ქონდა ისინი დაამუშავეს. ეს ჩაკერებული ადგილებია, რომელიც არის სულთად არის გაკეთებული. ეს კრილო რა თქმა უნდა გადასვლით გაკეთდება, ისე დამხარია, მოკლედ, ესე დამუშავებული, როგორც ხედავთ, სუფთა. მოკლედ. და დავიწყეთ კეთებას, მოკლედ ამ ყველაფერს მე გადავიღებ, განახებ დეტალებში რა როგორ რანაირად იქნება დასუფთავებული, გაკეთებული და მე უკვე გაგრძელდება ზედაპირული სამუშაოები და საბარგულის რა თქმა უნდა. ეგეცა ესეთი ნამუშევარი სუფთად როგორც ხედავთ. არანაირი ნატობის დატოვებული, არაფერი გასუფთავებული, გაწყრიალებული, შეშტის მერე როგორც უნდა იყოს, მოკლედ აი ეს ყველაფერი იქნება დასამუშავებელი. მოკლედ მეგობრებო, ვეღარ მოასწარი ქვედამხარეს გადაღება, იქიდან გამომდინარე, რომ აიწყო უცებ, როგორც საფრთხის მქონდა გადავერთე იმ საქმეზე და ვეღარ მოასწარი ქვემოდან გადაღებას, მაგრამ აქედანაც არ არის აწყობილი, მაგასაც განახეთ, მოკლედ აქეთ ეს დასამუშავებელი გაქვს, ეს ქვედავანა არის ჩაკერებული, ან დატმა როგორც იყო მიღებული, აქეთ აკრილო ან თავის პანელიან ბიჭებმა ჩააკერეს, აი ეს სულთად იმუშავეს მაქსიმალურად. ესე ჩააკერებული აქედან არის, ქვედამხრიდან როგორც განახეთ, მოკლედ გერმეტიკები აქედან ესე ამოსაგული, აქედან არის გერმეტიკები ამოემსო თავისი, გამოვიდა აქედან მხარეს. და გადავიდით ახლა აქეთა პლანკას, ეს თავის ქარხნულია და აქეთ უკვე ჩვენი წასული გერმეტიკი არის აქეთა მხარეს. და რა თქმა უნდა მე ქვემოთ დაიწყო, რამდენად გამოჩნდება არ ვიცი, ძირითადად გადამის ადგილებზე იყო წასასმელი გერმეტიკი, რაც განახეთ. აქედან მხარეს გვაქვს დასამუშავება, ეს გადამის ადგილები, შიდა ქვედა პანელი, მოკლედ აი ზედა მხარე გვაქვს დაარჩენილი დასამუშავებელი გერმეტიკები. წასასმელი როგორც ხედავთ, აი ამ ადგილას, აქაც აი ამ პრაიუმში. აქედან მხარეს უკვე აღარა გერმეტიკი და სუფთა მხოლოდ სუფთა მოდის, იმიტომ რომ აქაც ესე გერმეტიკის გარეშეა. მანაც სუფთა მუშაობა მოგვიწევს, მოკლედ ეს ყველაფერი გავასწოროთ აი იქამდე და ალბათ სავარაუდოდ შევღებავთ აი იქამდე, რომ არაფერი არ შეიმჩნეს ამ მანქანას განაკეთები. მოკლედ ახლა ესეთ მდგომარეობაში გვაქვს, ამ ყველაფერს ვამუშავებ, ამ პრაიუმსაც შევღებავთ, ამ კუთხიდან შევღებავთ, რომ არ გამოჩნდეს, მოკლედ არაფერი ისეთი. და ამ კარებსაც შეეხება, ეს კარები გვექნება საპერეხოდო, ან ნახევარს გადავალთ, დანარჩენს დავლაკავთ. უკანა ბამპერსაც შეეხება, უკანა საბარგული ვერცხლისფერი გვაქვს, დაზიანება, აქეთ მხარე ქონა დაზიანება, ბიჭებმა გაასწორეს, შიდა მხრიდან სულთა არაფერი არ ჭირს, რაც შეეხება ამ ბამპერს. აქედან აქეთ ყობა დაზიანებულია ეს ბამპერი, რომელიც როგორც ხედავთ კამერაში ამენ გამოჩნდება, არ ვიცი, ამ ადგილას ის კურსი აქვს, ანუ ეს გასასწორებელია, რომ ეს გასწორდეს, აქაც არის ეს ჩატეხილი აქვს, მოკლედ არის ესეთი თემა ჭირს ამ ბამპერს. ზედაპირიცა ესეთ მდგომარეობა აქვს, ჩახეული აქვს აქედან მხარეს, ქვედა პანელიც გახეულია, ნუ მოკლედ ბამპერის იდეალური მდგომარეობა არ აქვს. ბამპერით მოკლედ პლასმასის მაგჯერ მოსაგვარებელი და მე უკვე სხვა დანარჩენი. სხვა დანარჩენი ანუ უკვე მე მალიაკის ხრიდან რაც შეეხება ჩემი საქმე იქნება დასაფლავებელი.
ესეთ გამარებაში ჯერჯერობით ხომ ყველაფერს შევფუთავთ, გავწმინდავთ, დავამზადებთ, დავშბაკლავთ და შევეცდები ეტაპ-ეტაპ გადავიღო, მოკლედ როგორ წავიწევით ნენელა წინ. მოკლედ მეგობრებო, დავამზადეთ გადამის ადგილები, როგორც ხედავთ, მცირე რაოდენობით წავიდა შბაკლით და კინები ჩანს. ეს როცა დუღდება და კინა ცხელდება, ავტომატურად ან ვარდება ზემოთ, ან ვარდება ქვემოთ რა. მაგიტო სუსტად აი ესე რასაც ხედავთ, ადგილ-ადგილ არის შბაკლი დატოვებული, ზედა მხარე სტოიკის ძლიერი ადგილია, კუთხის ადგილია, მაგიტომაც მან ცოტა ეს შბაკლი წავიდა, ფაქტიურად ებოქსიტია, ყვითელი არც წამისვია ზედ, აქაც პატარა დაზიანება ქონდა, რაც მე ვთქვი. ესაც გადამის ადგილები, აი ესე ჩაეკერა, ახლა ჩვენ შიგნით დავათვალიეროთ, შიგნით აი ესეთი მდგომარეობა გვაქვს, აქ ჰერმეტიკები არის და მაქსიმალურად სუფთად უნდა გამოვიყვანოთ ეს ყველაფერი. და ესაც ფორმა, ესაც მისი კანტი, აი ესე, ეხლა იმდენად არა ჩანს, რომ ასე ვთქვათ, შავი სამუშაოა ზედ. ჯერჯერობით არ ჩანს აქ ფორმები და არაფერი და ამ ყველაფერს დავხვეწავთ, უკვე ფაქტიურად მეორე ეტაპს გადავიღებ ღომელში, რომ გრუნტის მერე უეს გრუნტი იშკურყება, მუშავდება და ფაქტიურად ღომელში შემოვა ეს მანქანა შეიხუთება, ამ ყველაფერს უკვე განახებთ შეღებილს. კარებსაც როგორც გითხარით, ხებავთ, ანუ დაშლილი გვაქვს რუჩკა და ის ქვედა პლასმასია დარჩენილი. ეს ყველაფერი იმის გამო იშლება, რომ ლაკი ბოლომდე დაიხუროს, რომ ერკერხერმა არ ააძროს და მსგავსი პრობლემა რო არ ქონდეს რა. აქ მოკლედ აი ესე დამზადდა ეს კრილოც, ეს ფორმებიც. აქ შიგამხარეთ აი ესე გამოვიდა იდეალურად, აი ესე როგორც უნდა იყოს ქარხნული თავის გადამტვერებით. აქეთ ამხარი აწყობილია, რა თქმა უნდა. შიგამხარეთ მორჩენილია, შეგნით ყველაფერი, აი ესე ერთადერთი გვაქვს დარჩენილი, აი ეს გერმეტიკები გვაქვს წასასმელი, რომელიც უნდა იყოს აი ამ შოუებზე, ამას გადაусმევთ. აი ესე უნდა შეერთდეს ეს გერმეტიკები და ამით ფაქტიურად საბარგული მორჩენილია და გვაქვს დარჩენილი ეს გარეთავვიზუალი, გარეთავვიზუალსაც რა თქმა უნდა, მანქანა ვერ დადის, სანამ ეს ძლიერი პრაუდკარ გაიშლება, არ შეერთდება. და აკუმულატორი უკან უდგას ამას, რო გაიმართება სულ ყველაფერი, დანარჩენი უკვე ღომელში გადავიღებთ, განახერთ. ესაც ბაგაჟნიკი დაზიანება რაც ქონდა აქეთ ამხარეთ, ესაც გამოვიდა. ამ ყველაფერს რო შევღებავ, რა თქმა უნდა, გადავიღებ, განახერთ. მოკლედ, ნახოთ ჩვენი Volvo. გერმეტიკები როგორც უნდა იყოს. წვეტას ხედავთ, სად გაკეთდა და წვეტა იქეთკენ აღარ გადავებდით, აღარ იყო საჭირო, რაც შეეხება კარებსაც. კარები ესე იდეალურად. ეს ყველაფერი აიწყობა, ხვალე გამოვა, დაგრჩება ამანქანაზე ბამპერი, ბამპერთა რა თქმა უნდა, სანამ ეს მანქანა დაიზბორება, ბამპერსაც რა თქმა უნდა წამოუწევთ და ეს ყველაფერი აიწყობა და გავა ჩვენი სერვისიდან. Peligroso, prohibido.